ჩვენი მთავარი დაპირება, ყველა ჩვენი მთავარი აზრი და მიმართულება არის მიმართული იმ ბავშვებზე, რომლებიც არიან აქ ჩემს უკან, რომლებიც არიან აქ მშობლებთან ერთად მოსული ამ ახალი ძალიან ლამაზი სასწავლო დაწესებულების ეზოში. და ეს აღარ არის უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის ყველა ესეთი ახალი სკოლა არის არაჩვეულებრივი. ამას წინათ მე და დიმიტრი შაშკილმა გავხსენით ძალიან მაგარი ახალი სკოლა ბორჯომში. ვიყავით პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში და დავიწყეთ უკვე ახალი სკოლის დაგეგმა, იქ გვერდზე ახალი корпуსის გუშინ დავამტკიცე პროექტი, როგორც დავპირდი ბავშვებს და მასწავლებლებს, იმათ უშენებთ ახალ სკოლას. მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღეს საქართველოში პრაქტიკულად ყველა სკოლას აქვს გათბობის საშუალება. როცა მე გავხდი პრეზიდენტი, პრაქტიკულად არცეც არ ქონდა ცენტრალური გათბობა. დღეს საქართველოში პრაქტიკულად ყველა სკოლაში არის შეტანილი ინვენტარის თუდაც ნაწილი და როცა მე გავხდი პრეზიდენტი, ინვენტარი იყო 70-იანი წლების დასაწყისიდან, იმ დროიდან, როცა მე არ ვიყავი ჯერ კიდევ სკოლაში შესული. ჩვენ ავაშენეთ ათასობით სტადიონი, ბევრგან კიდევ არის ასაშენებელი და ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში, როგორც ამ სკოლაში არის სპორტ დარბაზი, სტადიონი, გვერდზე პროფესიული სწავლების ცენტრი, ასევე მაგალითად თბილისში ხვალ ცხადდება, რომ თბილისში ყველა სკოლას ექნება დახურული დარბაზი და ყველა სკოლას ექნება სტადიონი. რამდენიმე ათეულ სკოლაში კეთდება და რეაბილიტაცია მოძის საცურაო აუზებს. ერთ სიტყვით ჩვენ ხდებით თანამედროვე სკოლების ქვეყანა, თანამედროვე განათლების ინფრასტრუქტურის ქვეყანა. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ მორიგი, მაგრამ ძალიან დიდი დღე. უსურვებთ წარმატებას ამ ახალ სკოლას. ვისწავლოთ მაგრად. ყველამ ერთად ვისწავლოთ უკეთესად ცხოვრება. მადლობა. გავხსნათ.